ხალხმრავლობა ბეთანიაში მე-18 საუკუნის მონასტრის ეზოში წმინდა მამების მამა გიორგი მხეიძისა და მამა იოანე მაისურაძის საფლავები გახსნეს. ორივე წმინდანი მამა გაბრიელის მოძღვარი იყო. მათი განსასვენებლის გახსნის შემდეგ უკვე წმინდა ნაწილები მონასტერში გადააბრძანეს. მოლოცვა მსურველებს 2 კვირის განმავლობაში შეეძლებათ. ბეთანიაში საფლავების გახსნის ცერემონიას ესწრება კათოლიკოს პატრიარქიც. დღეს ილია მეორე წმინდა სინოდთან ერთად საგანგებო წირვას აღავლენს. მარიკა შალიკაშვილი განაგზობს ახლა საუბარს. მარიკა, რა ხდება ბეთანიაში? წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით 2003 წელს წმინდანებად შერაცხული მამების მამა გიორგი მხეიძისა და მამა იოანე მაისურაძის წმინდა ნაწილები დღეს საფლავიდან ამოასვენეს, ისინი ლუსკუმაში გადაასვენეს და ტაძარში დააბრძანეს. რამდენიმე წუთში აქ ელოდებიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს და წმინდა სინოდის წევრებს პატრიარქი საგანგებო პარაკლის გადაიხდის. და ყველა ქართველისათვის ძალიან დიდი დღესასწაული არის. თითოეული ჩვენთაგანისათვის სასიხარულო დღე არის, იმიტომ რომ ესენი არიან უდიდესი მეოხები ჩვენი უფლის წინაშე, საქართველოსთვის, თითოეული ქართველისთვის მლოცველი მამაოები არიან. მამა გიორგი იყო ჩემი დიდი ბებიის ძმა. და ეხლა დღეს გავხდით ესეთი დიდი სასწაულის მომსწრე, მისი უხრწნელი სხეული გადააბრძანეს. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი წინაპარი იყო. მე-12 საუკუნეში აგებულ ღვთისმშობლის შობის ტაძარში მამა იოანე და მამა გიორგი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მსახურებდნენ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბეთანიის მონასტერი დღემდე არსებობს და მაშინ ღვთისმსახურება დღემდე ტარდება. მამა გიორგისა და მამა იოანეს წმინდა ნაწილები, როგორც უკვე გითხარით, დაბრძანებულია ახლა ტაძარში. ისინი 2 კვირის განმავლობაში იქ დარჩება და ნებისმიერ მომლოცველს შესაძლებლობა ექნება მოვიდეს ბეთანიის მონასტერში და დაესწროს პარაკლის. 2 კვირის შემდეგ კი წმინდა ნაწილებს უკვე ტაძარში დაკრძალავენ. გმადლობთ მარიკა შალიკაშვილი საუბრობდა ბეთანიდან, სადაც დღეს წმინდანთა საფლავები გაიხსნა.